შიდა ქართლის ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში დღეს სწავლა დაიწყო. სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებულად იმ ბავშვებს უხარიათ, რომლებმაც სკოლის კარები წელს პირველად შეაღეს. პირველკლასელები და მათი მშობლები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ახალი იმედებით ხვდებიან. სკოლაში ძალიან მიხარია მისვლა. სუხეთებზე უნდა ვისწავლო. დღეს პირველად მოვედი სკოლაში. ყველას ულოცავ სწავლის დაწყება. ახალი სასწავლო წლის დაწყება ყველა სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა. როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, სკოლებში სიახლეა ის, რომ საპენსიო ასაკს მიღწეული დირექტორები ავტომატურად განთავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან და ოქტომბრის თვეში სამეურნეო საბჭოს არჩევნები დაიწყება. სკოლამ ლამაზი გარემო შეუქმნა ბავშვებს. ემიდა მიულოცო თითოეულ მოსწავლეს, თითოეულ მშობელს, თითოეულ მასწავლებელს ახალი სასწავლო წელი, უსურო წარმატებები, უსურო წინსვლა და კარგად და ლამაზად დაემთავრებინოთ ახალი სასწავლო წელი. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სასწავლო წელი საკმაოდ დაძაბული და ნაყოფიერი იქნება ამავე დროს. მთლიანად უნდა მოხდეს ახალი სამეურნეო საბჭოების არჩევა და ეს კიდე გამოიწვევს იმას, რომ თითოეული მოსწავლე და თითოეული მშობელი ჩართული იქნება სასკოლო ცხოვრებაში. ერთადერთი სკოლა, რომელშიც სასწავლო წლის დაწყების ზარი დღეს არ დაირეკა, მეოთხე სკოლა იყო. აქ სწავლა 19 სექტემბერს დაიწყება. ეგრეთ წოდებულ პილოტირებულ სკოლაში დღეს მხოლოდ პედაგოგები იყვნენ და განახლებული პროგრამების თაობაზე ისაუბრეს. ამ სკოლაში სწავლების განსხვავებული მეთოდებია დასანერგი. პილოტირებულ კლასებში ეს არის მე-7 კლასი, მე-10 კლასი, პირველი კლასი. განსხვავებული სასწავლო გეგმები შემოდის, განსხვავებული სახელმძღვანელოები, რომლებიც აპრობაციას გაივლიან ჩვენთან სკოლაში. იმიტომ რომ ახალი რეფორმა, სასკოლო რეფორმა ფაქტიურად გულისხმობს მთელ რიგ ახალ სასწავლო გეგმებს, სასწავლო საგნებს. აი ყველაფერ ამის, რასაც რეფორმა გულისხმობს, ყველაფერ აი ამისი აპრობაცია მოხდება ჩვენთან სკოლაში. დღეს ბოლოს სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კონცერტი უნდა გამართულიყო გორის კულტურისა და დასვენების პარკში. თუმცა ღონისძიება გარკვეული მიზეზების გამო ჩაიშალა.